ქართული ოცნების პარლამენტმა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანის სადავო ცვლილებები დაჩქარებული წესით საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში ოცნების მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელების განსაკუთრებული წესი. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ მილევად რეჟიმში გარკვეული პროგრამები განახორციელონ. უქმდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა და მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება. დღეს ოცნების პარლამენტში კითხვებზე პასუხის გაცემისას ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები კვოტის 2026 წელს შემცირება არ იგეგმება, თუმცა იქვე დაამატა, რომ შეიძლება განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. Ქოტირების ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ წელსაც მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ოფიციალური, რომ ქოტირების შემცირებას არ გეგმავთ, მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით დადარება და რაოდენობა იგივე იქნება შენარჩუნებული, ხოლო თანდათან შემდეგ ყოველწლიურად მოხდება გადათვლა ქოტირების ნაწილისა. ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს შრომის ბაზართან დადარებას ამ რაოდენობისა, ამიტომ ამ წუთას გაგვიჭირდება გითხრათ იმ დროისთვის ქოტირების ნაწილი რა იქნება, თუ დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება საჭირო, იმ დროისათვის უფრო მზად ვიქნებით, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ. ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, საუბარია იმ წელზე, როცა მე-11 კლასის გადასვლასთან დაკავშირებით 2 კლასი დაამთავრებს ერთდროულად, ანუ ორმაგი ნაკადი იქნება, შესაბამისად ჩვენ საქმის კურსში ვართ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ეხლა ამ ტიპის გადაწყვეტილება არარელევანტური იქნება, რადგან ქოტირების ნაწილიც 2 წლის მერე რა იქნება, ცოტა რთულია განსაზღვრა. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე ტექნიკურ უნივერსიტეტთან დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუდენტები, პროფესორები და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უკვე მე-7 დღე აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. 200-წლოვანი სასწავლებლის გაერთიანების იდეას თესეუს სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს დიდი ნაწილიც არ ეთანხმება. მე არ მინდა ეხლა ვილაპარაკო ტექნიკური უნივერსიტეტის მიღწევებზე ამას პროფესორები, კოლეგები, უშუალო ტექნიკური მიმართულების დარგის სპეციალისტები ჩვენზე მეტად უკეთესად ითვლიან, მაგრამ მე მინდა ის ისტორიული გამოცდილება გავიხსენო, რაც ერთხელ უკვე პირადად მე გავიარა. არ შეიძლება ესე მარტივად ინსტიტუციების ჩამოქცევა. არ შეიძლება ესე მარტივად იმ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების გაუქმება, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველოს ერისმშვილებმა და მეცნიერებმა საკუთარი სიცოცხლე დადეს. ზოგი დახვრიტეს, ზოგი წამებაში გარდაიცვალა, ზოგი ავადმყოფობით, მაგრამ დღევანდელ ბოლოს. რა თქმა უნდა, რეფორმები საჭიროა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ რეფორმების ფარგლებში გარკვეული პროგრამების მიმართულებების ოპტიმიზირება, შეთანხმება და ასე შემდეგ. მაგრამ არა გაუქმების ხარჯზე. ალბათ ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. უახლოეს მომავალში დაიგეგმება აკადემიური საბჭო და სენატის ცნობა და თვითონ ჩვენს მოუწევს თავისი აფიო გადაწყვეტილების მიღება. უბრალოდ არ არის მოწოდებული პროფესორ-მასწავლებლები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ სივრციდან მათ არ გაიყვანს არავინ. ნახეთ IoT-ის ლაბორატორია და მსგავსი ლაბორატორიები, რომელსაც მართლაც საერთაშორისო დონის ლაბორატორიებია. ამაზე ყველა საუბრობს, ვინც მოდის, ეხლა ჩვენ პროგრამების აკრედიტაციებზე ვინც მოდიან ექსპერტები, ყველა აღნიშნავს ამას, რომ არ ველოდით ისეთი მნიშვნელობის საერთაშორისო მნიშვნელობის ლაბორატორიები გაქვთ. თუ ამას თუ ცუდად შეხედავთ ამას, იმას აჩვენებთ, რასაც გუშინ აჩვენებთ. ხო, მოგძამით, ნახეთ და ჩვენ გაჩვენებთ რა გვაქვს, რას ვაკეთებთ და ვისი გაკეთება გვაქვს მომავალში დაგეგმილი. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა. როგორც მიქანაძემ თქვა, ეს პროცესი უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ნაწილია და შედეგად უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. ამ გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვა ორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების კრიტიკული შეფასება. შედეგად საპროტესტო აქციები როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წინ გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლები გადაწყვეტილების შეჩერებას
განხილვასა და ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია.